ტარდება? კი, დიახ, ხარ. 31-ში. აპირებ ვისოს თუ არ არჩევნებზე და კანდიდატებს თუ იცნობთ? კანდიდატებს ჯერჯერობით არ ვიცნობ, მაგრამ ისე აპირებ, რა ვიცი. რა ვიცი შვილო, დავიცი, მაგრამ რაფერში არ დამხმარებია და ახალი დამეხმარება არ ვიცი. ღმერთმა ქნას ისეთი მოიყვანოს, რომ გაჭირებულს მიხედოს. ამ მრჩეველთა უმრავლესობამ, რომლებმაც მეგატივის შეკითხვას უპასუხეს, აცხადებდნენ, რომ არჩევნებზე აუცილებლად წავრენ. არჩევნებში ვიღებთ მონაწილეობას. კანდიდატებსაც ვიცნობთ, იყო შეხვედრა ჩვენთან. იცნობთ კანდიდატებს? კი. აპირებთ არჩევნებზე მისვლა? რა თქმა უნდა, ეს ყველა მოქალაქის სვალია, რომ მივიდეს და დააფიქსიროს თავისი აზრი. დადებითად ვარ განწყობილი. წარმოველი, კარგი შედეგები. თუ არა კანდიდატი? კი, კანდიდატებს ვიცნობ. ორივე სასურველი კანდიდატია. ნახოთ. თქვენ აპირებთ არჩევნებზე მისვლას? მივალთ ალბათ. ყველა სვალია რომ მივიდეს. აპირებთ არჩევნებზე მისვლას თქვენი აზრის დაფიქსირებას? კი. სკეპტიკურად განწყობილი ამ მრჩეველთა მცირე ნაწილი იყო. მათ ნაკლებად აღელვებთ და აინტერესებთ მოახლოებული შუალედური არჩევნები. როგორც არის დაგეგმილი, მას ეწევა თუ კიდე აქედიანე, თუ კიდე იქით. ჩამოიყვანეს ის გაზი და ასვა. ვის მოდის, მარტო მოდის დაპირებები და მე არაფერი არ ხდება. თქვენ თვითონაც ხომ იცით რა? 15 დღეა დარჩენილი. ეს მთავრობის გადასაწყვეტია. ტარდება მარტოში. ვერაფერს ვერ ვიტყვი. რატო? რატომ და ყველა მერყევი თავრობა და მის გულზე. აპირებთ არჩევნებზე მისვლას თქვენი აზრის დაფიქსირებას? არაფერი არ ვიცი, რა ვიცი. იცნობთ კანდიდატებს? როგორც გამოკითხულთა ნაწილი აცხადებს, ისინი ხმას იმ კანდიდატს მისცემენ, რომელსაც იცნობენ და ეიმედებათ. მე მივალდა, მივცემთ ხმას ჩვენს რჩეულს და რომელიც სწორად მიგვაჩნია. აი მას. კანდიდატურებს ვიცნობ. ძალიან კაი კანდიდატურაა ყველა. და ვაპირებ ჩემი იმის დაფიქსირებას. ამცემს ის კაცი და იმას მაინც შევარჩევს, სხვამ რა გააკეთა და რა გვაქვს მე. მივალთ არჩევნებზე, ავირჩევთ სასურველ პიროვნებას. დეპუტატობის კანდიდატები კი წინასაარჩევნო კამპანიის დროს უპირატესობას ამ მრჩევლებთან შეხვედრებს ანიჭებენ და ცდილობენ მათთან პირდაპირი კომუნიკაცია დაამყარონ. მოვლილი მაქვს აქეთ ცენტრი, რამდენიმე სოფელი, ცოტა დამრჩა ახლა მოსავლელი, მაგრამ ისე ყველგან დავდივარ და თითქმის ყველა ახრთოვანებით ხვდება. ყველა თითქმის ისინი ჩემი ავადმყოფია ყოფილი, ზოგი ყოფილი, ზოგი ისე მეგობრები ვართ. და პირობას ვაძლევენ, რომ არჩევნებში აუცილებლად მონაწილეობას მიიღებენ, იმიტომ რომ ამათი პრობლემა არის, რომ არჩევნებზე არ მოდიან. ეს არის თავარი, მაგრამ მე ვთხოვე, რომ მოვიდნენ არჩევნებში, რომ თითოეულ ადამიანს დავეხმარო. მეტი დღე არც ისე ცოტა დროა და არც ისე ბევრი, რადგანაც ის დაგეგმილი შეხვედრები, რომელიც დღეში დაახლოებით 3-ია და მოსახლეობასთან მაქვს შეხვედრები, მაგრამ მე ვთვლი, რომ ცოტაა. იმიტომ რომ მე მინდა რომ უფრო მეტი მოვისმინო მოსახლეობისგან, რომელიც ჩემგან პირადად ელოდება და აქ იმედი იმისი, რომ ვიქნები მათთან ერთად და ჩემი სახით პარლამენტში თავის თავს დაინახავენ მე როცა იმ ტრიბუნაზე მივალ, რასაც საქართველოს პარლამენტის ტრიბუნა ქვია. ჩემი შეხვედრების ფორმა ძალიან მარტივია, ყოველ ოჯახში მივდივარ და ვეცნობი, რა თქმა უნდა, წერილების, მიმართვების, პროგრამების საშუალებით. ხელისუფლებას აქვს რესურსი იმისა, რომ როგორც დამქირავებელმა დაქირავებულ შეხვდეს. ანუ მე რაც გულისხმობ, სახელმწიფო აპარატი ბუნებრივია მუშაობს ხელისუფლების სასარგებლოდ, ამას ემატება რა ვიცი, ასობით დაქირავებული კოორდინატორი და ფაქტიურად გამოდის ისე, რომ სახელისუფლებო კანდიდატი წინასაარჩევნო შეხვედრებს ატარებს არა ამ მომრჩეველთან, არამედ დაქირავებულებთან. შუალედური არჩევნები მარტვილის 65-ე საარჩევნო ოლქში 31 ოქტომბერს გაიმართება და ისინი პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ.